once was a man named 24 მარტი მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ ითვლება. ყოველწლიურად ამ დაავადებისთვის 3 მილიონამდე ადამიანი იღუპება. ტუბერკულოზი უძველესი დროიდან მომდინარეობს. მე-20 საუკუნეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა ადამიანის ჩონჩხზე ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით 2000 წელს შემცირდა სიკვდილიანობის რიცხვი 40%-ით, მაგრამ გამონაკლის მხოლოდ აფრიკა წარმოადგენდა, რადგან იქ მხოლოდ 50%-ით შემცირდა. Strong feels very sore. He won't be fit to do come service. მარტი საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულია. სწორედ 1821 წლის 25 მარტს საბერძნეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ოსმალების 4 საუკუნოვანი ბატონობისაგან. ამ დღეს მთელი ქვეყანა გრანდიოზულად აღნიშნავს. იმართება აღლუმები, კონცერტები და გამოფენები. 25 მარტის აღნიშვნით საბერძნეთი პატივს მიაგებს განთავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს და მოსახლეობას მოუწოდებს თავისუფალი მომავლისკენ. როგორც ფერად ქვეყანას, გაზაფხულის მეტად ფერადი და მხიარული აქვს. გაზაფხულის დღესასწაულს ინდოეთში 26 მარტს აღნიშნავენ და ის 2 დღის განმავლობაში გრძელდება. ეს დღე მზით და ნათელი ფერებითაა აღსავსე. ამ დღის აღნიშვნის დროს ხალხი თეთრი ტანსაცმლითაა შემოსილი. ისინი ერთმანეთს ფერად წყალს ასხამენ და აყრიან მრავალი ფერის ფოთლებს. საღებავებს აგრეთვე მოძრა მანქანებსაც აყრიან. ძღოლები ამაზე არ ბრაზდებიან, არამედ მხიარულდებიან ამით. ქუჩებში გამოდიან ცნობილი მსახიობები და მუსიკოსები. საღამოს კი მთელს ქვეყანაში კოცონებს ანთობენ. ბოროტი სულებისგან განთავისუფლებისა და ზამთრის დასასრულის სიმბოლოდ. ხალხი მთელი მსოფლიოდან დიდი სიხარულის სტუმრობს ინდოეთს ამ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად და მართლაც ფერების ფესტივალი ყველაზე ფერადი დღესასწაულია მთელს მსოფლიოში. წელს მე-9 კონგრესის მიერ 27 მარტი მსოფლიო თეატრის დღედ გამოცხადდა. ამ დღის მიზანია მსოფლიოში თეატრალური მოღვაწეობის პოპულარიზაცია. თეატრი სათავეს ძველ წელს აღრიცხვით 2500 წელს იღებს და დღემდე ხელოვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგად რჩება. ასე რომ ეს არ არის მხოლოდ პროფესიული დღე, არამედ ეს არის დღესასწაული, რომელიც არავის ტოვებს გულგრილს, თავისი ფესტივალებით და სხვადასხვა სპექტაკლებით. მარტის სკანდინავიის ქვეყნებისთვის ნამდვილ ზეიმს ნიშნავს. ამ დღეს ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია და დანია თავიანთი ეროვნული გმირის, ლორდ ბერეკის ხსენების დღეს აღნიშნავს. ის იყო ძლიერი სამხედრო პირი და დიქტატორი. ეს დღე 845 წლიდან აღინიშნება. ყოველ წელს ეწყობა ფესტივალები და კოსტუმირებული კარნავალები, რომელიც მათი სიმამაცის და გამბედაობის დემონსტრირებაა. მარტი ექიმების საერთაშორისო დღედ ითვლება. პირველად ეს დღე 1991 წელს ამერიკაში შემოიღეს. ამის შემდეგ კონგრესმა და სენატმა კანონად მიიღო ამ დღის აღნიშვნა. ექიმების დღე დიდი ხნის წინადაც არსებობდა, თუმცა მაშინ დაკანონებული არ იყო. ამ დღის აღნიშვნა სწორედ 30 ოქტომბერს შემოიღეს, როდესაც კონგრესმა საბუთს ოფიციალურად მოაწერა ხელი.
ადაჭი. აუ, გაწმინდა პოლი შარფით რა წესია. ხო, იატაკი ბოდიშით. ვიმეორებ. გულში. კობალაძე კი არა ვარ ულვაშები რომ მქონდეს. ეკა. თორე მიაწყვიტებ კეთილ. ვაიმე, ბიჭო. მე-20 საუკუნიდან აღმოჩენილი იქნა ადამიანის ჩონჩხი. რა გინდა? ბატონობისაგან იყო დარჩენილი. მოდი. გავშეფანური რა. ეს რა არის მზეა? ამით ლალოხები. მეცხრე კონგრესის მიერ 27 მარტი მსოფლიო თეატრი. ოუ, კარგი ბათარა! ეს რაღაცა კიდე კოტაობს შეუწყურებ, რაღაცა. 1961 წელს მეცხრე კონგრესის მიერ 27 მარტი მსოფლიო თეატრის დღედ გამოცხადდა. ამ დღის მიზანია მსოფლიოში თეატრალური მოღვაწეების პოპულარიზაცია. აუ, შენ დავამთავრე და მე გამომხედე. ხოდა მაგიტო. ვადაშვილი. 28 მარტი სკანდინავიის ქვეყნებისთვის ნამდვილ ზეიმს ნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად ფინეთი, ნორვეგია, დანია და ამ დღის აღსანიშნავად ფინეთი, დანია. ამ დღეს ფინეთი, ნორვეგია, დანია და 28 მარტი სკანდინავიის ქვეყნებისთვის ნამდვილ ზეიმს ნიშნავს. ამ დღეს შვინეთი